მამო, დაგლოცეთ? დაგლოცეს გიორგი ღმერთი. მამო, აი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მთელი კვირის მანძილზე, როცა ეკლესიაში მოდის, მე უნდა გაყვეს ეს ყველაფერი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს? ჯერ სანამ ეკლესიაში წამოვა ადამიანი უნდა გაიაზროს რა ხდება კვირა დღეს წირვაზე. ხდება ის, რომ ჩვეულებრივი სეფისკვერი და ჩვეულებრივი ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. აი ეს აქტი არის უდიდესი დედამიწის ზურგზე. ასეთი რამ, ასეთი საპასუხისგებლო, ასეთი დიდი წმინდა აქტი არსად არ ხდება და წარმოიდგინეთ ახლა როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი აი ამისთვის. პირველ რიგში სულიერად რომ უნდა ილოცოს, წაიკითხოს თქვა ზიარების წინა ლოცვა, მერე დილი ცოტა ადრე მივიდეს, სანამ წირვა დაიწყება, მის ჩაცმულობაც უნდა იყოს, აი ძალიან ისეთი ლამაზი, აი ქორწილებში გაცილებით უფრო ლამაზად აცვიათ, მაგრამ ვიდრე ტაძარში რომ მოდიან წირვაზე და რომელი ქორწილი შეედრება ახლა წირვას, ხო? არადა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ უფლისთვის მომზადებული, რომ ჩვენი ჩაცმულობა, ჩვენი მომზადება და რაც თავარია შინაგანი მზაობა იმისა, რომ წირვაზე თვით ბრწყინვალე ანგელოზებიც, უმაღლესი და ანგელოზებიც კი თავდახრილი მოწიწებით დგანან, აი მღვდლის კონდაკში წირვას ასრულებს მღვდელი, იმ კონდაკში წერია, რომ თვით უმაღლესი ანგელოზები თავდახრილი მოწიწებით დგანან აი ამ მძღვენის წინაშე, რომელიც უნდა შეიწიროს და მერე ამ მძღვენის შეწირვის დროს რაოდენ დიდი აქტი ხდება და ამ დროს ადამიანი ამას ყურადღებას ვერ აქცევს, არ აქცევს, არადა რამდენადაც ადამიანი ამას ყურადღებას მიაქცევს და მიიღებს აი ამ დიდ მადლს, იმდენად ეს მადლი მას გააბედნიერებს, ეს მადლი მას შეიძლება ითქვას გაახარებს და დიდ ნუგეშ მისცემს და აი როგორც ამბობენ მამები, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამავე არ იქნება და ეკლესიაში ყველას დიდი რაც ხდება, თანაზიარება ხდება ქრისტესთან და აი ეს თანაზიარება უნდა იყოს რაც შეიძლება ხშირად. სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ეზიარებიან ხოლმე ქრისტიანები და მოვალეობის და მოხდის მიზნით და არა სიყვარულითა და არა იმით რომ აი მენატრება ქრისტე მინდა მასთან ყოფნა და ამას ვერ ფიქრობენ, ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ მათი ზიარების აი ეს მომენტი არის რაღაცა ისე ზედაპირული და როცა ადამიანი ღრმად ჩაუღრმავდება თუ რა ხდება წირვაზე და რისი მომსწრია და რისი თანაზიარია თვითონ, აი მერე უკვე იტვირთება ეს ძალიან დიდი სიხარულით, მადლმოსილები და ნუგეშით. მერთმა მოგვცეს ამის ძალა გიორგი. მამო, თუ შეიძლება ძალიან დიდი ბოდიშით შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს და შემდგომ ვიკითხო რაღაცა მრევლი იყოს და თავის სამსახურში რაღაცა ისე ეკლესიური არ ჩანდეს, როგორიც არის ხოლმე აქ ეკლესიაში. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ანუ ღმერთი მარტო ეკლესიაში ყავს და იმის იქით არ მოყვება? როგორ არის იცი? ეხლა ყველა ადამიანი თავისებურად ცდილობს, რომ კომფორტულად იგზნოს თავი. თქვათ, სამსახურში უფრო ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვას, რომ უფრო თქვათ, ადვილად მოძრაობდეს და რაღაც. ხო, ეკლესიაში ცოტა უფრო კონსერვატული რაღაც ისეთი ლამაზი ტანსაცმელი და ის რომ ეხლა ადამიანი თქვათ, ისე ვერ იქცევა გარეთ, როგორც ტაძარში, ეს ბუნებრივი მომენტია, გიორგი. ეხლა ყველას ვერ მოვთხოვთ, რომ სულ ისეთი იყოს, როგორც ტაძარში. ბუნებრივია და ესე ჩვენც ვერა ვართ ბუნებრივია, ხო? ხო და აქედან გამომდინარე, მუდამ გვახსოვდეს, რომ უფალი მუდამ ჩვენთან არის, მუდამ გვიყურებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ტაძარში როგორი მოწიწება გვმართებს, როგორ უნდა ვიდგეთ,
და ჩვეულებრივად ქუჩაში რომ ჩვეულებრივად უნდა ვიყოთ, ეს ჩვეულებრივი მომენტია რა. მაინც კაია თუ გავითვალისწინებთ. მაინც კაია რომ გავითვალისწინებთ, უფალი ყოველთვის გვიყურებს და გვაფიქსირებს, აფიქსირებს ჩვენ ქმედებას, მოძრაობას, სიტყვა პასუხს. ეს უნდა გვახსოვდეს, უფალი მუდამ ჩვენთან არის. და არა არის დაფარული, რომელიც გამოცხადდეს და დამალ რომელი არის საცნაური იყოს. ყველაფერი განცხადდება. ასე რომ ტაძარში ვიქნებით თუ გარეთ ვიქნებით, უფლის თვალს ვერსად ვერ დავამალებით. მადლობა. კაი.